გამარჯობა. განთქმული მომღერალი იტალიელების მიერ ოპერის საუკეთესო ბანად აღიარებული ფოლკლორისტი და პედაგოგი ფილიმონ ქორიძე ძველი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესაგროვებლად გურიის სოფლებში დადიოდა. ურემზე ფისჰარმონია ედგა, თავად კი ურემს უკან მიყვებოდა. ფეხით სიარული მიყვარს ამბობდა. იგი ყველგან გალობლებს და მომღერლებს ეძებდა. ეცნობოდა მათ, იწერდა სიმღერებს და საგალობლებს, ხშირად იწვევდა სუფრაზე და იქ ეცნობოდა მათ სიმღერებს. ხშირად მიასწავლიდნენ ხოლმე რომელიმე მთის მიყრუებელ სოფელზე. იქ მიბრძანდით, ბატონო, იმ სოფელში ძველთა ძველი კილოები სუფთად არის შემონახულიო, ისევე მღერია, როგორც ოსმალოს შემოსავლამდე მღეროდნენ. ქორიძე არანაირ სიზნელეს და ხანგრძლივ გზას არ ეპოვებოდა. გაჭირვებით დადიოდა იმ ადგილას, სადაც ეგულებოდა ახალი მომღერალი და ყველაფერი ავიწყდებოდა, როცა ახალ სიმღერას თუ საგალობლოს ჩაიწერდა. მე ბედი მეწია. რამდენიმე ძველთა ძველი სიმღერა და საგალობელი ჩავწერე, ჯერ სრულიად უცნობიო. დაუფარავი სიხარულით აუწყებდა ის წერილში თავის შვილს. მან გადაწყვიტა საგალობლების გადატანა ნოტებზე. მას მხარს შემოუდგა გაბრიელ ეპისკოპოსი, ქიქოძე, ეს უდიდესი ადამიანი და პატრიოტი და ფილიმონს ყველანაირი დახმარება აღუთქვა. ამ დიდი საქმისთვის დაჩქარებაც უნდა და თანხის შეგროვებაცო. ქორიძემ გაათმაგებული ენერგიით მოკიდა საქმეს ხელი, მაგრამ მათ დაუპირისპირდა რუსული საეკლესიო მმართველობა ეგზარქოსი პავლეს მეთაურობით, რომელმაც განაცხადა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსი ვითომდა თეატრში დადიოდა, კონცერტებს მართავდა და ერთობოდაო. პასუხად განრისხებულმა გაბრიელ ეპისკოპოსმა ეგზარქოსს ასე მიმართა: შენ ხარ მოძმე და არა უფროსი. მე პასუხისმგებელი და ანგარიშის მივცემი ვარ ქრისტე მეუფისა და საწყოს მიმართ და შენ აგრეთვე ხარ ვალდებულიო. ესე მიმართა. საბოლოოდ ფილიმონ ქორიძემ ეს დიდებული საქმე დაასრულა, საგალობლთა ნოტებზე გადაღების საქმე წარმატებით შეასრულა და დღეს თუ ჩვენ შემოგჩა საგალობლები, ეს ორი უდიდესი ადამიანის და სხვების ნახელავია. ესეთი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში. დღეისათვის თუ ეს იყო, კარგად იყავით.